ზიარებას რას ასწავლე? შეიძლება მოახდინოს, რომ ადამიანმა უფრო იწამოსო. მე რომ მოგიყევით დოეში რომ თუმცა თქვენ რა მოგიყევით, ალბათ თქვენ ხო მაშინ არ იყავით. მოკლედ ერთი ესეთი შემთხვევა იყო. მე პირადად რაც გადავხდა. ერთი ძალიან მოხუცებული კაცი იყო და ინსულტი მოუვიდა. მოკლედ ერთ-ერთი დაავადება თავში რომ გაჟონვა ხდება, მოკლედ და ცუდად არის ადამიანი მარტივად რო გითხრათ. მე დიდი სამედიცინო ტერმინებით ახლა ვერ დავიკვეხნი, ამიტომ ესე მარტივად გეტყვი. ცუდად იყო ეს კაცი. რომ მივედი, ესე იგი, ახსარების თქმაც არ შეეძლო. მაგრამ მე უბრალოდ გითხები. გინდათ მეთქი რომ მოგნათლო, თან მოსანათლი იყო. ახლა მისი ნების გარეშე ხო ვერ მოვნათლავდი არა? და ვერ მაგებინებს, აი ვერ ლაპარაკობს. მე ავიღე და ესე ამ კაცის ხელი დავიჭირე, ესე აი თითი დავიჭირე. ეს გაშალე ხელი. აი ესე დავიჭირე და მეთქი თუ გინდა რომ თუ თანახმა ხარ რომ მოგნათლო მეთქი. ოდნავ ესე მაინც ხელი მომიჭირე მეთქი. აი ესე ძალიან ესე ისაქნა ხელი რომ რაც შეეძლო ალბათ რა. მეტი არ შეეძლო და მე ჩავთვალე რომ აი უნდა მეთქი. ჯობია მაგ დროს სიკეთისკენ შეგეშალოს, ვიდრე დააკლო რამე. და ჩავთვალე რომ აჰა რაც შეეძლო თქვა უკვე ახლა წარმოედგინე ჯანმრთელს რო ეთქვა რომ დიახ მამაო ძალიან მინდა რომ მოვინათლო აი ესე რო ეთქვა. მართლა გინდა კი ნამდვილად მინდა. აი დაახლოებით ესე ჩავთვალე რომ ხელი რო ოდნა მოვნათლეთ ის კაცი, ვაზიარეთ. და რომ მოვდიოდი ისევ თვალები ეხუჭა თითქოს უგონოდ იყო. ავიღე ისევ ხელი რომ დავემშვიდობო მეთქი ესე ხელი ჩამოვართ. მაინც დილობის ამბავია მეთქი ისე როგორ წავიდე დავემშვიდობო. ხელი ისე მაგრად მომიჭირა. ვერ ვაშვებინებთ. აი ესეთი ძალა მიეცა უცბად. და იქ მერე მეზობელი ქალბატონი იყო, ვინც მე წამიყვანა მაგათ სახში რომ მრევლი იყო ის ქალბატონი და რაღაცას ამბობდა თითქოს ეს კაცი და აი ხა მადლობას გეუბნეო. აი უცბად ჩემს თვალწინ რაც მოხდა, ისეთი ჯანი მიეცა ამ კაცს, მანამდე რომ საერთოდ აი ვერ იგრძნობდი რა ის. მე რო წამოვედი, მალევე ფეხზე წამოდგა და გამოკეთდა. აი ეს სასწაული შეიძლება მოახდინოს ზიარება.